დაბადება. თავი 33. გაიხედა იაკობმა და აჰა, ხედავს, 400 კაცით მოდის მისკენ ესავი და გაანაწილა იაკობმა ბავშვები ლეას, რახელსა და ორ მხევალს შორის. წინ მხევლები და მათი ბავშვები დააყენა. მათ უკან ლეა და მისი ბავშვები, ხოლო რახელი და იოსები სულ ბოლოს. თავად წინ წარუძღვა და ვიდრე ძმას მიუახლოვდებოდა, 7 ჯერსა თაყვანი მიწამდე. და გამოიქცა ესავი მის შესახვედრად, გადაეხვია, ყელზე მოეჭდო, გადაკოცნა და ატირდა ორივე. გაიხედა ესავმა და ქალები და ბავშვები დაინახა. ჰკითხა, ვინ არიან ესენი შენთვის? უპასუხა, შვილები, რომლებიც ღმერთმა უწყალობა შენს მსახურს. და მიეახნენ მხევლები თავიანთ შვილებთან ერთად და თაყვანისცეს. ლეაც მიეახლა თავისი ბავშვებით და თაყვანისცა. ბოლოს რახელი და იოსები მიეახნენ და თაყვანისცეს. ჰკითხა ესავმა, რა იყო მთელი ის ბანაკი წინ რომ შემომხვდა? უთხრა იაკობმა, რომ მადლი უპოვო ჩემი ბატონის თვალში. უთხრა ესავმა, არაფერი მაკლია ძმაო, რაც შენია, შენთან იყოს. უთხრა იაკობმა, არა, თუ უპოვე მადლი შენს თვალში, მიიღე ჩემგან ეს წვენი, რადგან შენი სახე რომ დავინახე, თითქოს ღვთის სახე დამენახოს და შენც კეთილად შემხვდი. გთხოვ, მიიღე ჩემი წვენი, რომელიც მოგართვი, რადგან ღმერთმა შემიწყალა და ყველაფერი მაქვს. დაიყოლია იგი და მანაც მიიღო. უთხრა ესავმა, დავიძრათ და წავიდეთ, მე წინ წავალ. უპასუხა იაკობმა, იცის ჩემმა ბატონმა, რომ სათუთნი არიან ბავშვები, ჩემი ცხვარძროხა კი მეწველია, წინ რომ გავირეკო, მთელი სამწყსო ერთ დღეში გამიწყდება. იაროს ჩემმა ბატონმა თავისი მსახურის წინ, მე კი ნელა, ჩემს სამწყსოსა და ბავშვებს წამოვყვები, ვიდრე მივიდოდე ჩემს ბატონთან სეყირში. თქვა ესავმა, ვინმეს მოგიჩენ იმ ხალხიდან, რომელიც თან მახლავს. უთხრა იაკობმა, რა საჭიროა, ოღონდ კი მადლი უპოვო ჩემი ბატონის თვალში. და დაბრუნდა ესავი იმავე დღეს თავისი გზით სეყირისაკენ. იაკობი კი სუქოთისკენ დაიძრა, თავისთვის სახლი აიშენა და პირუტყვსაც გაუკეთა სადგომები. ამიტომ უწოდა იმ ადგილს სახელად სუქოთი. ფადან არამიდან დაბრუნებული იაკობი მშვიდობით მივიდა შექემში, რომელიც ქანაანის ქვეყანაშია და ქალაქის წინ დაიბანაკა. ასკესიტად იყიდა შექემის მამის, ხამორის ძეებისგან მინდვრის ნაწილი, სადაც კარავი გაშალა. აღმართა სამსხვერპლო და უწოდა მას ელ-ელოჰი ისრაელ, ღმერთი, ღმერთი ისრაელისა.